მოგესალმებით, დღეს განსხვავებული ტესტ-დრაივი გვაქვს, წარმოგიდგენთ Spider RSS. ეს არის ორ ადგილიანი, შეგიძლიათ გზავრიც მოისვათ უკან. საკმაოდ კომფორტულია. ზოგ ადამიანს გონია, რომ ზამთარში ცოტა რთულია ამით სიარული. მაგრამ გეტყვით, რომ სავარძლები თბება, აგრეთვე თბება სახელურები და აქვს ძალიან კარგი გამოთბობელი. მოდი დავждეთ და გაჩვენებთ უკვე როგორ იქოქება. გვაქვს ესეთი გასაღები, საკმაოდ კომპაქტური. პირველ რიგში უნდა გავხსნათ მაჩვენებელთა დაფა. და გეტყვით, რომ გვაქვს კოლოფი, რომელიც არის მექანიკური. პლუს მინუსი, აგრეთვე შეგვიძლია როგორც ტიპტრონიკი ისე ვამუშაოთ. ამ შემთხვევაში ნეიტრალს ვაწვევით, შემდეგ არის პატარა ღილაკი და შემდეგ უკვე დაკოქვა. მოტო დაიკოკა. შემიხმარო, კარგად გაიგოთ, ცოტა ხნით ჩავაქრობ. კოლოფი იმართება მარცხენა ხელთან, ესე იგი პლუსით ჩვენ უმატებთ სიჩქარეს, მინუსით ჩვენ ვაკლებთ. აგრეთვე ჩვენ თუ დაგვავიწყდა, ანუ არ დავაკელით სიჩქარეთ, მუხრუჭის დროს თქვენ თუ მიდიხართ 100 კმ/სთ სიჩქარით, და თქვენ დაამუხრუჭებთ, თვითონ კომპიუტერულად ჩამოგიყრით სიჩქარეს. ესე იგი, ჩვენ როდესაც გასაღებს გავუკეთებთ, ცოტა უნდა დავაწვეთ, შემდეგ მარცხენა მხარეს მოვაბრუნებთ და იწევა სავარძელი. აქედან შეგვიძლია ჩავასხათ საწვავი. ოღონდ, როდესაც ჩვენ დავაწვევით და მარჯვენა მხარეს გადავწევთ, იღება უკვე საბარგული. მოდი გაჩვენებთ თუ რა გვაქვს საბარგულში. აი, ესეთი ლამაზი ჩაფხუტი. ესეც კანამის ფირმის. აპრილს რუსთავის ავტოდრომზე პიტსტოპ მოტოს სახელით გეგმავთ სეზონის გრანდიოზულ გახსნას სახელად კავკასიის თასი 2016. საიდანაც ველოდებით ძირითადად სტუმრებს ვლადიკავკაზიდან, სასომხეთიდან, ასევე საქართველოს მასშტაბით ბათუმი, ქუთაისი, გორი, თელავი და თავისთავად თბილისიდან. იქნება 10 სახეობის კატეგორია, სადაც დაყოფილი იქნება ძრავის მოცულობით კატეგორიები, ასევე იქნება ძალიან ბევრი სახალისო პრიზები და ასე გამოსადეგარი, ასე ვთქვათ კიდე, იმიტომ რომ იქნება ზეთები, სუეჩები, რაღაცა ფილტრები იქნება, ბასეინის რაღაც ვაუჩერები იქნება, ასევე იქნება ტელეფონები და მოკლედ ძალიან გრანდიოზულ გახსნას გეგმავთ. კომპანია ტრანსპორტერი გახლავთ ბომბარდირის ოფიციალური დილერი საქართველოს ტერიტორიაზე. ჩვენ ჯგუფში შემოდის რამოდენიმე ბრენდი, რომელიც წარმოდგენილი არის სხვადასხვა მიმართულებით, მაგალითად წყლის მიმართულების ბრენდი გახლავთ სიდუ, რომელიც არის მსოფლიო ერთ-ერთი ლიდერი წყლის სკუტერების წარმოებაში, აწარმოებს 90 ცხენის ძალიდან 300 ცხენის ძალამდე სხვადასხვა სახის და სიმძლავრის წყლის მოტოციკლეტებს, აგრეთვე კომპანია Ski-Doo, რომელიც არის ზამთრის თოვლმავლების წარმოებელი ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი, აგრეთვე კომპანია Lynx-i, რომელიც არის აგრეთვე 30-იანი წლებიდან აწარმოებს თოვლმავლებს. ჩვენ ჯგუფში შემოდის აგრეთვე Evinrude-ის კატერის და ნავების ძრავების წარმოებელი კომპანია, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია აგრეთვე თავის მიმართულებაში. აგრეთვე
ჩვენ კომპანიაში შემოდის ისეთი ბრენდები, როგორიც არის Outlander-ი, Bombardier-ის Outlander-ი, რომელიც არის აგრეთვე კვადროციკლების ერთ-ერთი ცნობილი და დიდი მწარმოებელი. ეს არის Spider-ი, Can-ემის წარმოების როდსტერია, სამთვლიანი, რომელსაც აქვს 1000 კუბიანი ძრავი, კონკრეტულად 990 არის 3 ცილინდრიანი, არის ავტომატური გადაცემით კოლოფით, არის საკმაოდ კომფორტული, საკმაოდ მანევრული. იმდენად მარტივია მისი მართვა, რომ ნებისმიერი ასაკის ადამიანს შეუძლია მართოს ძალიან თავისუფლად და ძალიან კარგი და ძალიან მოსახერხებელია დიდ მანძილზე სასიარულოდ, არანაირი პრობლემა არ არის, არც ქარის წინაღობა, ასე შემდეგ, არანაირი აბსოლუტურად. რაც თავარია პირველ რიგში, ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო ღია ტექნიკაში რაც არის, რომელიც წარმოადგენს საქართველოში, ანუ ცენტრი იხსნება ძალიან მალე და არის კომპანია ტრანსპორტერი. რა ტექნიკა უკვე გზაშია, შემიძლია თავისუფლად თქვა. გაყიდვების სამსახური და ოფისი დღეს ფუნქციონირებს მაყაშვილის 34 ნომერში, მაგრამ ჩვენი სერვის ცენტრის მშენებლობა, ესე ვთქვათ, ახლო მომავალში დაიწყება დიღმის ტრასის მიმდებარე ტერიტორიაზე და სავარაუდოდ რამოდენიმე თვეში დასრულდება, რის შემდეგაც იქნება უკვე ოფიციალური გახსნა კომპანია ტრანსპორტერის, როგორც Bombardier-ის ოფიციალური დილერი საქართველოში. 2 აპრილს რუსთავის ავტოდრომზე გვაქვს გრანდიოზული სეზონის გახსნა 2016 წლის. მთავარი ორგანიზატორები ვიქნებით Pitstop Moto. ველოდებით სტუმრებს საქართველოს მასშტაბით ბათუმი, ქუთაისი, თელავი, ზუგდიდი, ოზურგეთი და თავისთავადია თბილისიც. ასევე დაპატიჟებულები არიან სტუმრები ვლადიკავკაზიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან. კავკასიის თასი ერქმევა ამ ივენტს, ეგრეთ წოდებულს და დარჩა საქართველოში ეს სახელი კავკასიის თასი. მოკლედ, მე კმაყოფილი ვარ, ნამდვილად ვისიამოვნე და გირჩევთ ყველა შეიძინოთ. მე გემშვიდობებით ზუსტად 1 კვირით. შევხვდებით მომავალ ხუთშაბათს.